არჩევნებამდე 19 დღე დარჩა, 15 ივნისამდე დარჩენილი დროის მაქსიმალურად გამოყენებას და ამორჩევლების საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებას განაგრძობენ პოლიტიკური პარტიები. Როგორ იყო მათი აქტივობა დღეს? ჩვენი ჟურნალისტი ესწრებოდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შეხვედრებს მოსახლეობასთან. თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტიების შეხვედრებს განაგრძობენ. ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ბათუმის პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. გიორგი ცინცქილაძის განცხადებით, როგორც მაჟორიტარულ, ისე პარტიულ სიაში გენდერული ბალანსი დაცულია. მთავარი პრობლემა ხელვაჩაურის რაიონში, როგორც ქობულეთში, ციტრუსოვანთა ნაყოფის რეალიზაციის პრობლემა წლების განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოგვარდა და ჩვენი ფერმერები ძალიან დაზარალდნენ. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის პრობლემები არსებობს, რომელსაც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გადავწყვეტთ. არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის მერობის კანდიდატი ალექსანდრე თევზაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან საშუალება ეძლევათ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიიღონ. ჩვენ როგორც ლექციების სახით, ისე დებატების სახით, ისე უშუალო შეხვედრებზე ქუჩაში იქნება თუ დახურულ სივრცეში ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა გქონდეს, რაც გამოიწვევს უკვე ავტომატურად მათ ჩართვას პროცესებში, რომელიც მომავალს ეხება. ხალხის პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატი ჯუმბერ თავართქილაძე ზურაბ ბერიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილობრივებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელებას გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ადგილობრივების განცხადებით, მთავარ პრობლემას გაზიფიკაცია და სანიაღვროს სისტემების მოწესრიგება წარმოადგენს. კალიევის ქუჩაზე ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებთ და მოსახლეობას შევხვდი, აქ მათი ძირითადი პრობლემა ეს არის გაზიფიკაცია და ეს არის კანალიზაცია მოუწესრიგებელი. ხალხს გაწვიმების ეშინია. მე შემიძლია გავუფორმო ხელშეკრულება სოკარს და თანადაფინანსების საშუალებით საზოგადოებას მივცეთ საშუალება, რომ გაზიფიკაცია მოახდინოს. რაც შეეხება კანალიზაციის მოგვარება, ეს ჩემი პირდაპირ მოვალეობა და კონკრეტულად რაც მევალება იმას გავაკეთებ. შეხვედრებს განაგრძობს პოლიტიკური გაერთიანება ირაკლი ღლონტი, რეფორმატორების ბათუმის მერობის კანდიდატი დავით დიასამიძე და პარტიის პირველი ნომერი მირზა სვანიძე, რომლებიც დღეს ასლან აბაშიძის ქუჩის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. პირველ რიგში დაგვირდნენ იმას, რომ მოაწესრიგებდნენ ქუჩებს, მოაწესრიგებდნენ შენობა ფასადებს და კანალიზაციის სისტემას. ეს ისეთი უბანია, ეგრეთ წოდებული პივზაოდის დასახლება, რომ გვერდით გადის ჟილინის არხი, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელია. თვითმმართველობის არჩევნებამდე კანდიდატები ყველა უბნის მონახულებას აპირებენ.